გათენდა ჩვენი მორიგი დილა მილანში კი რა იტალიაში. მელუტიანი კაცივით მაგ 2 დღეას. მიხდება რა. კამერაში ჩანს რომ თითქოს მოგვს 1 გექტარი შუბლი. ჰექტარი, კაი გექტარი. ჩავსხედით მატარებელში და მივდივართ მილანში. დარჩენილი 1 საათი უკვე საათნახევარი გზაში ვართ, მალე ჩავალთ. წავალთ პირდაპირ სასტუმროში, უკვე ჩეკინის დროც იქნება და ვნახოთ პირველ რიგში სასტუმრო როგორ მოგვეწონება და შემდეგ უკვე წავიდეთ მილანის ქუჩებში საბოდიალოდ. ეხლა ეს დრო უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ მოვძებნო რა ვქნათ მილანში, სად წავიდეთ, სად ვჭამოთ, რა ადგილები ვნახოთ. როგორც იცით, 2 დღე გავჩერდებით, დღეს და ხვალ. всё. დღეს და ხვალ რა ცოტა. და მე უკვე ზეგ წავალთ სანტორინში და ალბათ სანტორინის ვლოგი დაიწყება უკვე ცალკე. ამოვედით ოთახში, რომელიც ძალიან მომეწონა. არის ძალიან სუფთა. რაც მთავარია. დაჯავშნილი გვქონდა სტანდარტული 2 ადგილიანი ნომერი, მაგრამ რეცეპშენში მითხრეს, რომ გაგვიკეთეს აპგრეიდი და შემოგვიშვეს სხვა ოთახში. როგორც მივხვდი, ამ სასტუმროს არ აქვს ეს დელუქს ნომრები, სტანდარტი, ჯუნიორი და ასე შემდეგ. ძირითადად აქვს 2 ადგილიანი, 3 ადგილიანი და 4 ადგილიანი ნომრები. შემოგვიშვეს 3 ადგილიან ნომერში, რომელიც ცოტათი უფრო დიდია, ამ საწოლს, რომელიც არის მესამე ადამიანისთვის გათვლილი. გამოვიყენებთ როგორც დივანს, იდეაში დივანია და თან მომეწონა რომ გაშლილია და ეს ეწარია ახალი თეთრეული, შესაბამისად ძალიან გემრიელად დავჯდები. ეს არის გამყოფი და უკან არის საწოლი 2 ადგილიანი და ნუ 3 ადამიანი როცა შემოვა, ძალიან სასიამოვნო რომ შედარებით იზოლირებულად არის მესამე ადამიანი. ლოკაციას რაც შეეხება, შევეცადეთ რომ მეტნაკლებად მაინც კარგ ადგილას ყოფილიყო და აი დუომოს და ცენტრალის ახლო-მახლოს ვცდილობდით რომ გვენახა. აქედან პირდაპირ მეტროთი არის 4 გაჩერება. მათ შორის გაივლის ცენტრალსაც. ცენტრალი არის 1 გაჩერებაში ზუსტად ამ სასტუმროდან. ეხლა ჩვენ გავიმზადებით და წავალთ პირდაპირ დუომოსთან. ძალიან მშია, დილით ძალიან ცოტა ვჭამე და მოკლედ ვნახოთ. ამ ეტაპზე ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ შვიდად წყნარად, მშვიდობიანად ჩამოვედით და სასტუმროც მოგვეწონა. წავედით ახლა მოვიმზადოთ და წავიდეთ უკვე მილანში სასეირნოდ. 100 ჯერ ჩავიცვი, 100 ჯერ გავიხადე. უკვე მეზარება კიდევ გახდა და ჩაცმა, ამიტომ მივდივარ პირდაპირ ეს სათვალე გავიკეთ, რომ უფრო მომწონებოდა ჩემი თავი, მაგრამ არ ვიცი ეს ბრგვალი მომწონს თუ არა. მე მგონი გაშლილ თმებთან მიხდება და აწეულთან არა. ვენასტესია რომა. მოვედით დუომოზე. მე დამყვება. დუომოდან წამოვედით და ძალიან ცოტა ვიარეთ და ესე მოვედით ვინტაჟ მარკეტზე, სადაც არ ვიცოდით თუ მოვდიოდით. პატარა უბანივით არის, ძალიან ლამაზი, ბრერა ქვია, ძალიან ახლოს არის დუომოსთან და სანამ მანდ მოხვალთ არის ესეთი ვინტაჟური მარკეტები. ძალიან ბევრი მოჩინურო რაღაცეებია. მაგრამ არის რაღაცეებიც. მე რა კარგი ბიჭია, ხომ არ გამეცნო. მე ჩემი თავი არ მომწონს, მოკლედ ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, ძალიან დებილურად მაცვია და არ მომწონს როგორც გამოვიყურები. ჩიტები ძალიან ბევრი არიან იტალიაში და არ მომწონს ეგ ამბავი. დღეს მოგეთ გამო ყავა გადავისხი სასტუმროში. მე რა მაწუხებს, აბა მიხვდით ხალხო. დაწერთ კომენტარებში. მანამდე ჩემი ქმარი გამოიცნობს. რა გაწუხებს? ეხლა რა მაწუხებს მე? ქშია.
რა თქმა უნდა. თან ძალიან შეა კვდები. ნახე რა დავინახე. უბრალოდ ეხლა რო არ მშიოდეს და არ უკვდებოდა შიმშილით. არის აი ესეთი ადგილი. ტირამისუ არის სხვადასხვა გემოებით. Thank you. ტირამისუ ფისტის პრემი თაკობოდიში. შენ რო არ გეთქვა ფისტაო, მე არასდროს არ გავხედავდი ფისტას. იმდენჯერ გაიმეორე, რომ შენ ხალხი თავიღე. თორემ მე ზოგადად ფისტა არ მიყვარს. იუბაყუნე. რაცა? კიუ. მაგრამ გევრიელია. მაშინ. არ აქვს ძალიან ისეთი ფისტა, ძალიან კაია. ძალიან მოგვეწონა ბრერაზე რომ მოხვდებით. ესეთი შემოტეხილში არის გამზადებულია. ძალიან კაია, ძალიან კაია. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მოვედით საჭმელად. ტირამისუდან 30 წამში. ეს კაფე ნახე TikTok-ზე ოსტერია და ფორტუნატა ქვია და არის ბრერაზე. და ისე მოხდა რომ აქ მოვხვდით და მე გამახსენდა რომ ეს ბრერაზე იყო, ნახეთ და დგას ახლა ნიკარიკში. ესე მზადდება პასტა და ძალიან ლამაზად გამოიყურებიან გოგოები. ძალიან საყვარელ მაგიდას დავსხედით. ბრავის. ეს ჩანთაში ჩაიგეს. ჩემმა ნიკუშამ დაასრულა პესტოს პასტა და აი ეგერ უკვე მეორე პასტასაც ამთავრებს. ძალიან კმაყოფილია დღეს. 3 დღე იძახა ყურში ვიყრიო და ეხლა იმდენი პასტა ჭამა ალბათ. დღის შემდეგ ძალიან დიდი ხანი აღარ შეჭამ პასტას. რომ შევაფასოთ ახლა ეს ადგილი მე პირადად არ მომეწონა არც ერთი პასტა. ნუ კარბონარა რომ არ მომეწონა, აი ძალიან ისეთი სპეციფიკური ბოლის და რაღაცის გემოქონდა მოკლედ და მე კარბონარას თუ ვუკვეთა არ ვჭამ ხოლმე და ისევ ჭამ მაკარონს და соуსზე ნაღები მომწონს და აი ამ მაკარონსაც კი ჰქონდა მოკლედ ეს გემო. პესტოს პასტას რაც შეეხება, მარილი არ ქონდა საერთოდ, თორე კარგი იყო, მარილი არ ქონდა. მაგას რამდენს დაუწერ? ამას აქვს. მართლა, ვაიმე, შენთვის შემიკვეთია, შეგერდოს. ჩემთვის არ იყო. ჩემთვის იყო ეს, მაგრამ ესეც ნიკავ შეჭამა. გზაში ხავაყიდინებ ამას კიდე. მოკლედ ესე ვაქეიფე ორთებში პასტით ჩემი ქმარი. მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება იყო აქ წამოსვლა. ღირს გასინჯვა და ალბათ. ჩემი ლამაზი ქმარი. ჩემი ლამაზი ცოლი. ჩემი ლამაზი. შავი თუ გამოჩდება, შავ ბუც ყველაზე მაგრავია. მიკუფლებით მოგონა. ვიცი, ეს ბუცი მოეწონა ნიკას. მაგრამ ალბათ ფეხზე გამოჩნდება შავიო და შავ ბუცებს ვერ იტანს შავ ბუცებს. რა ფერია? სამნისფერია მოგ. ფიქრობს, ნახოთ რას მოიფიქრებს. დავბრუნდით სასტუმროში, ვიბანავეთ 1-15-20 წუთი წამოვწექით და გამოიცანით რა მოხდა. ისე მოგვშივდა და ჩამოვედით სასტუმროს რესტორანში, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება და სადაც არის საუზმე წილით და მთელი დღის განმავლობაში შემდეგ არის რესტორანი. სამზარეულო დაიკეტაო 11 საათზეო. მენიუში ეწერა რომ 12-მდე იყო ღია. შემაცდენი ჩემი ცოლმა და ეხა უფრო მაფიქრა საჭმელზე და ომაში. ომაშიო აწესი. მართლა მომშივდა ეხა შენ გამოიცი? მეც არ გამიკვირდა ქვემოთ რომ ჩავედი რესეფშენში, ყველა საჭმელს იძახებდა 5 ვოლტი მოვიდა. ხო. ეხლა გადმოწერო აქ 2 ვოლტია თუ ვოლტი. რილი. კეთილსასრია ბოროტმა. და გამოიძახეს მაგრამ იმიტომ რომ არაფერი არ იყო. ვინც არ დანებდება, ის მოიგებს. როგორია ბიგმაკი? ნახოთ ხვალ რა შევჭამთ. ეხლა რო წევარ თავი ქობულეთში მგონია რაღაცნაირად. მანდა. ვისაუზმეთ მე ვერახუფთავანი მოვკვდი ამ ყველის და პურის ნაჭამი.
არის ყველაფერი უფრო კვერცხი, სოსისი, არ მიყვარს არც ეს კვერცხი და არც ეს სოსისი და ვჭამ ყველს და პურს ყველა დილით. მაგრამ დესერტები აქვს ძალიან გემრიელი და ყავა და ეგ არის ხოლმე იდეაში ჩემი საუზმე, რაღაც ტკბილი საუზმეები მაქვს ამ ბოლო პერიოდში, არადა ტკბილს ვერ ვიტან დილით დიდად არ მიყვარს. რა ვიცი, როგორც შევხედე ხო ამ სასტუმროებში ყველგან ზუსტად თითქოს რაიმე პროტოკოლი აქვს საუზმის ერთი და იგივე სახეობის ყველაფერი, არც ზედმეტი, არც ნაკლები, ნამცხრებიც და დესერტებიც კი ზუსტად ერთნაირი იყო. რაც ვენეციის სასტუმროში იგივე აქაც წვენებიც, 3 წვენი, 3-ვე იგივე გემო. დღეს ბოლო დღეა მილანში, არ ვიცით ცა წავიდეთ, რა გავაკეთოთ, ძალიან დაღლები ვართ, აი დაშლილი ვარ, არ ვიცი, მაგრამ თავს იმით ვიმხნევებ, რომ ეს ბოლო დღე არის ესეთი სიარულის და ხვალიდან უკვე დავისვენებ. წავედი, დავდო ვლოგი. როგორ გავთიშებ? ესეთი ტანსაცმელი მოგწამსვლა, თითქოს პირდაპირ ზღვაზე მივიდიოდი, რაღაცა ხოლმე მივიდიოდი ამ ვენეციაში და მილანში. სულ კაბები და ჩუსტები. რა ჩავიცვათ ახლა ჩვენ მოვიფიქროთ და ყველა მეტად ვიმღეროთ. რა ჩავიცვათ? მიჩიე, რა ჩავიცვათ, ხმარობთ ხო? TikTok-ზე ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ როგორც წესი, ბევრს არ ვფიქრობ რა ჩავიცვა, რაც მომხდება და პირველი რაც მომივა აზრად, ჩავიცვევ. თუ ძალიან ცუდი არ არის სარკეში, არ ვიცვლი. თუ ძალიან ცუდია, ვიცვლი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, ან ასე კი არ ვარ, იმიტომ რომ ძალიან cool გოგო ვარ და ესეც გადავიცდე ძალიან მაგარი ვარ. არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს რომ ვფიქრობ, მე ნერვები მეშლება, მე მაინც ყველაზე ცუდად მაცვია, იმაზე ცუდად ვიდრე ფიქრის გარეშე ჩაცმულს. ძალიან ივლისის ტანსაცმელი მაქვს, აი სულ ბრიტელებზე, ხო, უკვე ესეთი ამინდიარი და ალბათ. ეხლა ჩავიცვა შარვალი მაქვს, ან თეთრი ჯინსი, რაც გუშინ მეცვა, ან კრემისფერი თაკო სტილო შარვალი, ან ვარდისფერი სტილო შარვალი, რომელიც არაფერ შეერწერია დღეს. ანუ კრემისფერი შარვალი ჩავიცვა, გუშინ მეცვა, არ მომეწონა. იმიტომ რომ ზედა არ მაქვს, კაბებს ვერ ჩავიცვა, ბოტასებზე კაბა არ მიყვარს, ჩუსტებს ვერ ჩავიცვა, იმიტომ რომ ბევრს ვერ ვივლი. ანუ რა გამოდის, რომ უნდა დავჩეთ სახში და უნდა დავისვენოთ, ჩემო ქართველო ხალხო. კაბა რო ჩავიცვა, თეთრი სანდროს კაბა მაქვს ახალი. ჟილები აქვს გახსნილი, გუშინ ვიცმევდი და მე გავიხადე. ესე იკვრება აქ და ესე ჟილებზე, რა ვიცი. არ ვარ ესეთი კაბის ხასიათზე რა. ძალიან უბრალოდ და მარტივად ჩავიცვი ბევრი ფიქრის შემდეგ. თვაზე არ ვიცი რა ექსპერიმენტებს ვატარებ. საერთოდ იმ ჟელეთი დაწყებული, გუშინაც ესე გქონდა თმა და მე ეხლა ესე შევიკარე ისე უკან ესე კოსა, მაგრამ ეს ვერ დაიჭერდა მთლიან თმას, ამიტომ კოსა გავიკეთე ქვემოთ და ზემოთ დარჩენილი თმა ვითო ესეა. როგორია ნეტა? დავიწყე სახის წასმა. ამ დღეებში თუ მოგწონოთ ჩემი სახის, რა ვიცი, მდგომარეობა და ფერი მისვია ელფი, რომელსაც ამ ბოლო დროს ვურევ შანელის ტინტს B20 ნომერი მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს, ნიკამაჩუ გახალწელს. ელფს არ აქვს ისეთი დაფარვა, ეხლა ცოტა კანი არ მაქვს ძალიან კარგ მდგომარეობაში და ამიტომ ჭირდება რომ იყოს დაფარვა. ამიტომ ვურევ ამ ორს ერთმანეთში და მომწონს. სინავს დაფარვაც აქვს. აი აქ მაქვს გამონაყარი. და იმედი მაქვს რომ ჩემი აკნეს დასაწყისი არ არის. ჯვარი მწერია. მაგრამ რაღაცა არ მომწონს. ძალიან საინტერესო ტექნიკა მაქვს ჰაილაითერის. Rare Beauty-s highlighters აქ დავიწვეთებ და შემდეგ კორექტორის სტიკით მოკლედ ვურევ ერთმანეთში და ვიღებ მუქ highlighters. რადგან აქ კონტურინგი მისვია, მე highlighteri ცოტას მიღიავებს ამ ადგილს და ზემოთ მე ისევ კონტური მჭირდება ხოლმე.
და ხوارცხელა ძალიან გარეთ. აქ ახლა ჩამოცხა სახლში. წვიმას იწევს ისე. ესიგერო. წავედით. ესე გამოვიყურებულ მე პირადად და თმა აქეთან მხრიდან ძალიან მოწონს და აი აქედან არა. ამიტომ რამდენი ვლოგები იქნება ამ პროფილში. ეხლა ველოდებით მატარებელს და ამოვალთ ისევ დუომოზე. მინდა რომ შიგნით შევიდეთ და ვნახოთ ეკლესია და ვნახოთ თუ ძალიან დიდი რიგი არ იქნება და შევაღწევთ სიამოვნებით ვნახავდი დუომოს შიგნიდან. როგორც გითხარით, ჩვენი სასტუმროს გაჩერება არის აი ზუსტად ეს Sondrio, საიდანაც ერთი გაჩერება არის ცენტრალი და შემდეგ უკვე 64 გაჩერებაში დუომო პირდაპირ. Next station, Duomo. საბედნიეროდ იყო ერთი ადგილი დარჩენილი ხედზე ზუსტად, მიუხედავად რომ ტერასა ძალიან დიდია, ბევრი მაგიდა, ჩვენ ზუსტად ხედზე მოვხვდით და აი ესეთი ულამაზესი დუომოს ხედი გვაქვს. ეს არის თვითონ აპეროლის კაფე, ანუ არა სასმლის, არამედ ბრენდის, როგორც მივხვდი, არის ამ ფერებში, ყველაფერი და მოკლედ საკმაოდ ძვირი ღირს იტალიაში ხსადაც აპეროლი დავლიათ ყველგან 7, 5, 3 евро ღირს, მაგრამ აქ ღირს 21 евро, ნუ რა თქმა უნდა გათვალისწინებული ამ ფასში ეს ადგილი სადაც არის ხედი, ასე რომ ძალიან კარგ ხედზე დავლებთ ახლა ჩვენ აპეროლს და შემდეგ გავისეირნებთ. ჭკვიანურად მოვიქეცით რომ სასტუმროდან წამოვიღებთ ქოლგა, რადგან წვიმს, თუმცა ძალიან ლამაზია, მგონი ძალიან პირიქით უხდება ესეთი ამინდი აკაურობას. მზეები მერეც გვეყოფა საბერძნეთში. შევკვეთეთ 2 კოქტეილი. ეს თევზის გემოთი არ არის ხა? პაშტეტის გემორადოა. რავი, რაც არის ძალიან გემრიელია ყველაფერი და ძალიან ბევრი ვისეირნებთ და მოვედით Starbucks-ის რეზერვის ფილიალში, კაფეში, რომელიც რამოდენიმე ქვეყანაშია, როგორც ვიცი და ერთ-ერთი არის მილანშიც. ძალიან საინტერესო გარემოა, ძალიან ლამაზი შენობაა გარედანაც, შიგნიდანაც რაღაც პატარა მუზეუმივით არის თან განსაკუთრებით ვისაც უყვარს ყავა. და შიგნით არის რამოდენიმე ბარი, ძალიან დიდია და განსხვავებული მენიუ აქვს, განსხვავებულია შიგნიდანაც კადრებში ნახავთ, არ გავს სტანდარტულ Starbucks-ის ფილიალებს, რომელიც ევროპის ყველა კუთხეშია. უფასოა შესვლა, თუ რამე გენდობება დაიღებთ, თუ არა და უბრალოდ შეგიძლიათ შიგნით დაათვალიეროთ და ნახოთ პროცესი, ყავის მოხალვის პროცესს შევესწაროთ. მთელი დღის განმავლობაში ასობით კილო ყავა იყრება და იხალება და აფასოვებენ და მოკლედ ყავის შეძენა შეგიძლიათ, განსხვავებული შეფუთვებია, მე მგონი ფქვავენ და მოკლედ ერთი სიტყვისაც ყავა გიყვართ და თუ Starbucks-ის ყავაც გიყვართ, მე არ ვგიჟდები Starbucks-ზე, თუმცა მეტნაკლებად სვამხოლმე. ისე ბრენდი და ბრენდინგი და კონცეფცია ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა, Starbucks-ის. ხო, ეს ლამაზი ადგილი რომ არა, ალბათ Starbucks-ის ყავას იტალიაში არ დავლევდი. ეხლა ცოტახანი დავისვენებთ და მერე გავაგრძელებთ სეირნობას და მერე საღამოს ალბათ შევჭამთ პიცას, ალბათ კი არა შევჭამთ პიცას, რომელიც დავიჯავშნე. იმედია რომ მოგვეწონება. ხლაცანი არ გავადინოს. რადგან შიგნით საკმაოდ ხმაურია, გადავწყვეტეთ რომ გარეთ დავმსხდარიყავი. საკმაოდ ლამაზი გარე სივრცე აქვს. არომატულ სიყავას საბერძნეთის გარდა ვერსად ვერ ვსვამ და ვერ პოულობ ერთი მიკელში ჩვენთან ესპრესო, იმიტომ რომ სხვა ყველა არის წყალ-წყალ, არ ვიცი და ამიტომ ცივი ესპრესო არის საუკეთესო ყავა, ცივი რაც დამილებია, ესე არასახლური. წავედით ახლა ცოტას დავისვენებთ და შემდეგ კიდე გავბოდიალდებით სადმე. მილანში
გადმოვსხედით გარეთ, იმიტომ რომ შიგნით ძალიან ბევრი ხალხი იყო. მოვედით ერთ-ერთ პიცერიაში. მე სანამ გამოვიდოდით სახლიდან და დავჯავშნე ერთი პიცერია, რომელიც ვნახე რეკომენდაციებში და ვიდეოებში და ცუდი არ ჩანდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ როცა ამ პიცერიაში მივდიოდით, შევედით მაღაზიაში და ვერასდროს ვერ გამოვედით იქედან. თურმე 7 საათიც გასულა და მგონი 7-ზე მქონდა დაჯავშნილი, 8-ზე გამოვედით იმ მაღაზიიდან. ვფიქრობდით საბჭამო. თქო და ნიკას ჰქონდა ეს პიცერია ნანახი რუკაზე. ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს იტალიურად. ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არის ლოკალების ადგილიც, ისევე როგორც ძალიან ბევრი ტურისტია. მინდოდა ძალიან პასტა, მაგრამ შევუკვეთე პიცა, იმიტომ რომ პიცა ესე პიცერიაში არ მიჭამია. საინტერესოდ გამოიყურება, რომ მედია მოეწონება. იმედი მაქვს, რომ მოგვეწონება. მივირთვით ძალიან გემრიელად. აქ ისეთი ხდება, რომ გავუმუსრეთ ყველაფერი სიტყვაზე მენდეთ არ არის გადასაღები აქ არაფერი. ახლა ერთი სურვილი რომ მქონდეს, მე მაგალითად მოვიშიებდი უცებ თავს. და იმ პასტას გავსინჯავდი. ახლა ვინმე იტყვის, რომ გაუმაძღარიაო, მაგრამ ისეთი გემრიელ რაღაცებს ჭამენ და განსაკუთრებით აი იმ პასტას. საოცარი პასტა იყო ესეც. ეს ვის პროდუქტების პასტა ვისაც და სასწაული. ხო და იმ პასტას ვარ ახლა მე ტირამისუს მაინც შევჭამ. აუ ეს ვერ მოვიფიქრე რომ ესე დამეყენებინა და გადამეღო. აი ესე ჩვენი ნასუფრალი. მიდი გასინჯე. აი შენ მოგწონება ძალიან. ეს ველია ბისკვიტი ნახე. დავბრუნდით სასტუმროში, ვიბანავეთ, დავისვენეთ და ეხლა ნელ-ნელა უკვე ვიწყებთ მომზადებას, რომ ჩავალაგოთ ეს ბარგი, რაც ამოვიღეთ. 7 საათზეა ფრენა, უბრალოდ 5-ზე უკვე აეროპორტში უნდა ვიყოთ, მაინც თავის დაზღვევის მიზნით. შესაბამისად უნდა გავიდეთ უფრო ადრე, რადგან მალპენზა არის ძალიან შორს და პრინციპში დაახლოებით 3-ისკენ გვიწევს სასტუმროდან გასვლა და ეს არის ძალიან ცუდი, რადგან დღეს ვერ დავიძინებთ. აზრი არ აქვს პროსტორი დაძინება. რაც შეეხება იტალიის ვლოგს და ამ ვლოგს უკვე დავასრულებ აქ და შემდეგ ვლოგში უკვე ვიმოგზაუროთ სანტორინში, ხალკიდიკში და სალონიკში. ხალკიდიკში და სალონიკში ჯერ დასარჩენი არ მოგვიძებნია, არ დაგვიჯავშნია. ნიკამ ჯობია სერიალების ყურებას, რომ დაჯავშნოს სასტუმროები და ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურეთ. და გვიყურეთ. ძალიან კარგი დრო გავატარეთ იტალიაში. კარგი მოგზაურობა გამოგვივიდა, ძალიან დავიღალე, წელი ძალიან მტკივა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბერძნეთში დავისვენებ და იქ არ ვაპირებ მე არსად სიარულს, განსაკუთრებით სანტორინში და ხალკიდიკში. სალონიკში უნდა ვიარო. და რა ვიცი, შევეცადე მაქსიმალურად, რომ კარგი ვლოგი გამოსულიყო, კარგი მოგონებები შევაგროვეთ და ასე რომ დაგემშვიდობებით ახლა და შევხვდებით შემდეგ ვლოგში უკვე საბერძნეთიდან.